შალაურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა ადგილობრივების სტიქით მიყენებული ზარალის დროულად ანაზღაურებას მოითხოვდნენ. შალაურელების განცხადებით მათ უმრავლესობას კომპენსაციის მეორე ეტაპზე თანხები არ ჩარიცხვია. სოფლის რწმუნებულის განმარტებით ხალხის მოთხოვნა სამართლიანი არ არის, რადგან შესაბამისი სამინისტრო სტიქით დაზარალებულებისთვის განკუთვნილ კომპენსაციებს ეტაპობრივად რიცხავს. არც ფქვილი მამცეს, არც პესოკი მამცეს, ქვეყანაზე არაფერი, რაც სააკაშვილმა დახმარებები გამოგცა და არაფერი არ მიმიღია. რა მიზეზით არ მიიღეს? რაც ივანიშვილის ხმასაო. ამდენი ხანია დავდივარ, მეხუთე თვეა. ამ 5 თვეში მაშ არ უნდა ყოფილიყო ჩვენი სები პირველი ხარისხის დაზარალებულები ვართ ჩვენ. პირველი 100%. დროს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს ამის დამუშავება. გუშინაც სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და მოწონება ეს ყველაფერი ხელმეორედ სადმე რამე ხომ არ არის, იმიტომ რომ როდესაც ამ ხელად თანხები მიდის, უნდა ვიცოდეთ როგორ ხდება და რანაირად, ვის რა ზარალი აქვს. ზუსტად არც ვინმე მეტი მიიღოს, არც ვინმე ნაკლები მიიღოს, ყველა მიიღოს შესაბამისი.